მოგესალმებით, მაკეთებელში საქმიანი საუბრის დროა. მე ზაზაკანკია ვარ და დღეს მოგიყვებით არა უბრალოდ კომპანიაზე, არამედ იდეაზე, რომელიც წლების განმავლობაში სექტორულ სტანდარტად იქცა. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ქართულმა ბიზნესმა დროს გაუსწროს და შექმნას მომავალი, რომელსაც დღეს ყველა ეყრდნობა. მოდით დავუბრუნდეთ 2010 წელსში. ამ პერიოდში დისტრიბუცია ასოცირდება გაუგებრობებთან, რუტინასთან, ქაღალდების ფრთებთან და ალბათ გაქვთ კითხვა თუ როგორ ხდება ამ პერიოდში შეკვეთა. შეკვეთა ძირითადად სატელეფონო კომუნიკაციით ხდებოდა. ამ პერიოდში რთული იყო მარაგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ფაქტიურად შეუძლებელიც კი. და სწორედ ამ ქაოსში იქმნება კომპანია Grandpack Georgia, ტრადიციული მომწოდებელი კომპანია, რომელსაც მომხმარებლებისთვის მიაქვს საოფისე ნივთები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები და ასე შემდეგ. მათი მისია იყო მარტივი. დისტრიბუცია უნდა გამხდარიყო მაქსიმალურად კომფორტული და გამჭვირვალე და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიამ უარი ეთქვა მხოლოდ ტრადიციულ დისტრიბუტორობაზე. Grandpack-მა შექმნა ონლაინ მაღაზიის პლატფორმა და ეს იყო გაბედული და სწორი ნაბიჯი განვითარებისათვის. ამ ნაბიჯმა პარტნიორ კომპანიებს მისცა საშუალება 24 საათის განმავლობაში ეკონტროლებინათ მარაგები, დაუყოვნებლივ განეხორციელებინათ შეკვეთა შუამავლის გარეშე და მიიღოთ გარანტია სისწრაფეზე. Grandpack-ის ხედვის ისტორია განსაკუთრებით 20 წელს პანდემიის პერიოდში დადასტურდა, როდესაც მსოფლიო ლოგისტიკური ჯაჭვები იშლებოდა, კომპანიის სისტემა გამართულად მუშაობდა. სწორედ ამ სისტემით შეძლეს მათ მთავარი რამ. არ გაჩერებულიყვნენ პარტნიორი კომპანიები და ეს იყო მათთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება. დღეს Grandpack-ი არის ინოვაციის სიმბოლო. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ქართულმა ბიზნესმა ტექნოლოგიების სწორად გამოყენებით არათუ გაუძლოს გამოწვევებს, არამედ შექმნას სექტორული სტანდარტები. Grandpack-მა დისტრიბუცია აქცია მარტივ, სწრაფ და კომფორტულ პროცესად და სწორედ ამიტომ გახდა იგი მაკეთებელის პარტნიორი კომპანია. იმისთვის, რომ გახდე მაკეთებელის პარტნიორი კომპანია, აუცილებელია აკმაყოფილებდე 4 ძირითად პუნქტს: პასუხისმგებლობას, გარანტიას, ხარისხსა და შედეგს. და გთხოვთ მოიწონეთ ვიდეო თუ თვლით, რომ ინოვაცია არის წარმატების გასაღები და დატოვეთ კომენტარი იმის შესახებ, თუ რომელი კომპანია ქმნის სექტორულ სტანდარტებს დღეს. მე ზაზაკანკია ვარ, საქმის მაკეთებელი. დაელოდეთ შემდეგ საქმიან ამბავს.